მოგესალმებით, ვაგრძელებთ დისკუსიების ციკლს სპექტაკლის შემდეგ. ეს პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ და ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ამჯერად ვისაუბრებთ სპექტაკლზე, რომლის პრემიერად შედგა სეზონის მიწურულს, გასული სეზონის მიწურულს. ეს არის მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრმა, ტატო გელიაშვილის ხელმძღვანელობით დადგა ქეთევან სამხარაძის ჰაიდე. სპექტაკლი ნახა თბილისელმა მაყურებელმაც, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოადგინეს, მონაწილეობა მიიღო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის Georgian Showcase-ის პროგრამაში, არაერთი რეცენზია დაიწერა და არ გვინდოდა რომ უყურადღებოდ დაგვეტოვებია ჩვენც ეს წარმოდგენა. თუ რატომ ამას ჩემი კოლეგები გვეტყვიან, წარმოგიდგენთ ჩვენი ვლოგის სტუმრებს, თეატრმცოდნეებს, ჩემს მეგობრებს და კოლეგებს, მაკავასაძეს და ნუცა კობაიძეს, მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს დისკუსიაში. ქალბატონო მაკა, თქვენგან დავიწყოთ. მე ვფიქრობ, რომ ტატო გელიაშვილის ეს სპექტაკლი ჰაიდე, რომელიც არ არის პირველი მისი საავტორო სპექტაკლი, არის გამორჩეული, საინტერესო თავისი სტრუქტურის თვალსაზრისით, სტილისტური თვალსაზრისით და არის რაღაცა ერთგვარი ექსპერიმენტი, იმიტომ რომ არ არის ეს პირდაპირ გაგებით კლასიკურ დრამატურგიაზე დაფუძნებული სპექტაკლი და წარმოდგენა, თუმცა ეხმიანება ძალიან აქტუალურ, საინტერესო, პრობლემატურ თემებს. ეს სპექტაკლი ამავდროულად არის ტატო გელიაშვილის როგორც რეჟისორის სამაგისტრო ნამუშევარი, რომელიც გააკეთა პროფესიონალებთან და არაპროფესიონალებთან ერთად და რომ გაგვიზიაროთ მაკა თქვენი შთაბეჭდილება და შეფასება ამ კონკრეტული დადგმის. კი ბატონო, ტატო გელიაშვილი ძალიან საინტერესო შემოქმედია. უკვე ჩვენ რამდენიმე წელია თვალს ვადევნებთ მის ნამუშევრებს, არა მხოლოდ თქვათ საავტორო ნამუშევრებს, არამედ მის ნამუშევრებს სხვა რეჟისორებთანაც. და აი უკვე მეორე თუ მესამე სპექტაკლია, რომელიც ტატომ მარნეულში განახორციელა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, რომელიც მე ვნახე ტატოს დადგმული, ეს იყო მიხეილ ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი, ძალიან საინტერესოდ ისიც გაკეთებული და ეს მეორე უკვე მისი სამაგისტრო სადიპლომო ნამუშევარი, რომელიც როგორც შინაარსობრივად, იდეურად და ფორმის თვალსაზრისითაც ვფიქრობ ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო, ძალიან ესეთი მხატვრული, ემოციური და აზრობრივად დატვირთული სპექტაკლია. ეს არის ფემიციდის თემაზე შექმნილი ნაწარმოები. სპეციალურად ტატომ ახალგაზრდა რეჟისორს და დრამატურგს ქეთი სამხარაძეს დაუკვეთა და ქეთიმ სპეციალურად ტატოსთვის დაწერა. ეს არის ქალთა ძალადობაზე შექმნილი სპექტაკლი, რომელიც რა თქმა უნდა იმ რეგიონი, არა მხოლოდ იმ რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის და იმ რეგიონისთვის განსაკუთრებით აქტუალურია და რაც მთავარია, აი მხატვრულად ისე არის გაკეთებული, ისე არის აწყობილი, რომ აი მართლა ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს, ხო? ეს არის აი თითქოს სხვადასხვა ნაწყვეტებისგან შექმნილი, მაგრამ ერთ ძირითად ამბავზე აგებული ნაწარმოები, სადაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ასე მოყვარულები და მინდა გითხრათ, რომ აი ერთ დონეზე მუშაობენ ეს ადამიანები. ტიპაჟურად ძალიან ზუსტად არის შერჩეული. არ შემილია, არ გამოვყო მხატვრობა, რომელიც ტატოსვე ეკუთვნის, აი არაჩვეულებრივად გაკეთებული. ანუ სასცენო სივრცე, რომელიც ტატომ გააკეთა, აი იმ იდეას და რაც მან დაისახა მიზნად, აი ძალიან თან პოეტურათაც გადმოსცემს ამ ყველაფერს და თან სწორედ აი იმ გარემოს, იმ სივრცეს ძალიან კარგად გამოსახავს და მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან პრობლემატურ, ძალიან მძიმე თემაზე, ძალიან პოეტურია ამავე დროს და ძალიან
ლამაზია ეს სპექტაკლი, პოეტურია, თუმცა ამის საშუალებას თვითონ ქეთის პიესაც იძლევა, იმიტომ რომ ტექსტი არის უკაცრავად მაკა, იმიტომ რომ ტექსტი არის მართლაც რომ ძალიან პოეტური, აქ სანამ პიესაზე გადავალ, მინდა ვთქვა, რომ რაც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ სოფლიო პრობლემა არის ეს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს 21 საუკუნეში ვართ, ესეთი განვითარების ამ ეტაპზე ვდგავართ, ხანდახან ვფიქრობ, რომ პირიქით უკან და უკან მიდის ადამიანის ემოციური, მორალური თუ სხვა მხრივ, ანუ განვითარებას გულისხმობ. მარნეულში გააკეთო ასეთი მხატვრული ღირებულების და არ ვამბობ მარტო მარნეულში, ზოგადად რეგიონში და თან თუ ვიტყვით, რომ სახალხო სამოყვარულო ხო, რეგიონს იმიტომ გულისხმობთ კი არ ვაკნინებთ, რესურსი არის ცოტა, რესურს გულისხმობ და თან ტექნიკური ბაზა, ადამიანური რესურსი, ეს არის კულტურის სახლი, ანუ სადაც ზოგადად მუნიციპალიტეტიც ამ ხელო ყურადღებას აქცევდეს და ესეთი ჩართული იყოს იმაში, რომ კულტურის სახლს კონდეს ესეთი ხარისხის სპექტაკლები. ხო, სწორედ ვამბობ, კულტურის სახლია ლაშა, ხო? ქალბატონი ნატო შავიშვილი არის ხელმძღვანელი. კი და არ შეიძლება არ აღინიშნოს თუნდაც წინა სპექტაკლი, რაც მე მაქვს ნანახი, მარინა რევიერ, რომელიც ასევე ძალიან გახმაურებული სპექტაკლი იყო და მოიარა მთელი ფესტივალებიც ტატო იყო მხატვარი და ძალიან მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რომ ამ რეგიონს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რომ ამ ხელა დამოკიდებულება აქვს ზოგადად თეატრალური ხელოვნების მიმართ. რაც შეიძლება ვთქვა სპექტაკლზე, ჩემთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ტანდემი არის თათას და ტატოს ურთიერთობა საერთოდ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდები არიან. კი, თათა თავდიშვილი. ხანდახან ვერ ვიგებ ხოლმე ქორეოგრაფი ორივეა, რეჟისორი ორივეა, ვინ რას წყვეტს, თუმცა აი ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ნაწილი შეიძლება იყოს თათას ჩართულობა, ან რა ნაწილი იყოს ტატოსი. ეს არის სუფთა მხატვრის და ქორეოგრაფის სპექტაკლი, მხატვრის თეატრის რო ვამბობთ, ზუსტად მაგ ნიშნით მიდის, თავიდან ვხედავთ სურათებად აწყობილ სპექტაკლს, ხო? სადღაც შეიძლება რომ მაყურებლისთვის, ოღონდ ამას კრიტიკულად არ ვამბობ, მაყურებლისთვის დამღლელიც იყოს სცენები იმდენად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ნაწილი არის ქორეოგრაფიული გარდამოძრა მონახაზების, ხო? მაინც სტატიკურია სპექტაკლი. მსახიობების ეს ემოცია ძირითადად არის, მათი ქმედება ძირითადად არის ვერბალური. ეს სურათები, რომელიც არ იცვლება, უბრალოდ გადადის, ხო? სცენიდან აი თითქოს კადრი ერთი დასრულდა და გამოვიდა მეორე, მაგრამ ქმედება მაინც სტატიკურია. ეს შეიძლება მაყურებლისთვის რაღაცა ნაწილში დამღლელი იყოს, თუმცა აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ტატოს და თათას ნამუშევარი მართლაც ძალიან სინთეზური და სასიამოვნო საყურებელია, აქ ძალიან დიდი როლი აქვს ქეთევან სამხარაძის ტექსტის ნაწილს, რომელიც აი მართლა გარდა იმისა, რომ პოეტურად ჩაგესმის ყურში, ეს არის მანიფესტი. ეს არის ამბავი, რომელსაც აღარ გჭირდება, შეიძლება აღარც უყურო იქით რა ხდება, უბრალოდ ისმენდე დღეს რა პრობლემის, დღესაც კი რა პრობლემის წინაშე ვდგავართ და ერთი მინდა ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ რაც აღინიშნა, რომ ეს არის ქალების მიმართ ძალადობაზე, ჩემთვის ძალიან ყურადსაღები იყო იქ ერთი მონაკვეთი, როცა დედაზის და დასტირის შვილებს და ფეხებთან მისი ვაჟები ესე გარტყმული არიან, აქ მიდის ვაჟების დატირება იმ ხრივ, რომ როგორც ქალები ვართ კაცებისგან ძალადობის მსხვერპლი, სადღაც მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ თვითონ ხდებით ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალა, ჩვენ ვზრდით ამ კაცებს, ჩვენ მაპროვოცირებელია. ეს დედები ზრდიან ამ ვაჟებს. ზრდით ამ ვაჟებს. აი ზუსტად ეს არის
რაღაცა ის ტრადიციები, რომლის ნგრევის მცდელობაც აქვს რეჟისორს ამ სპექტაკლში, რომ ჩვენ დაუნებუროთ ჩვენში იმ ხელა გენეტიკური კოდი დევს ამის, რომ მინდა თუ არ მინდა, მე შეიძლება გვერდიდან რაღაცას ვეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ დროს ჩემ შულს ვზრდიდე ესე და იქ არის მომენტი, რომ იცი დედა, ბიჭები არ დირიან, ბიჭები ამას არ აკეთებენ, ბიჭები და სულ თავშეკავება და ბოლოს მიდიხარ იქამდე, რომ აი ეს აგრესია უკვე გადმოდის თვითონ ხალხზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკაცრავად აი ამის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანსცენა და პასაჟი იყო ზუსტად ეს. ნუ აი ძალიან სწორად აღნიშნეთ, მეც მინდოდა ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება და მინდოდა იმაზე გამახვილება, რომ ძალადობა ტატოს როგორც წარმოჩენილი ამ თავის სპექტაკლში, ანუ სისტემური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, რომ ძალადობამ უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, ხო? ეს იქნება ქალების მიმართ ძალადობა თუ შენი ვაჟიშვილის მიმართ ძალადობა, რომელსაც შენ ისე ზრდი, რომ შემდეგ ის მოძალადე ხდება. ანუ შენვე ზრდი მოძალადეს, ხო? და აი ამის წინა ამასაც გვაჩვენებს ტატო, რომ აი ეს არასწორი აღზრდის შედეგია ის რაც იმკიან შემდგომ ქალები. მე ძალიან ბევრი მეტაფორა და სიმბოლო აქვს გამოყენებული. ეს ხე, საიდანაც ვთქვათ, ეს ხე შეიძლება სიცოცხლის ხედაც აღვიქვათ, შეიძლება სამყაროს აი რაღაცნაირ ესეთ ნატურის ხე გამახსენდა მე. ხედაც აღიქვა, რომელთანაც და სწორედ ეს დედა, რომელსაც შვილს უკლავენ, ხო? და რომელიც წინააღმდეგია სოფელში ამ ხის მოჭრის, აი სწორედ იმიტომ არის წინააღმდეგი ჩემ აღქმაში ეს, იმიტომ რომ მისთვის ეს მხოლოდ მისი შვილის სიმბოლო კი არ არის ეს ხე, არამედ რაღაცნაირად აი სიცოცხლის გაგრძელების და სიცოცხლის არსობის ხეა მისთვის. იქ თქვა დასაწყისი შველი, რომელიც ესე ნელ-ნელა და რომელსაც კლავენ, ხო, არის შველი თათია თათარაშვილის პერსონაჟი დადის, ხო, რომელიც შემდგომ უკვე თავის დიშს, რომელზედაც ასევე იძალადეს, ხო, თავის დროზე თათარაშვილის პერსონაჟი რატო გარბის ამ სოფლიდან, რატო მიდის, იმიტომ რომ თავის დროზე ისიც ძალადობის მსხვერპლი იყო, ხო? და ბრუნდება, რომ ამ თავის დიშვილს მიხედოს და ეს. ნუ რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლია, ლაშა, მე ვფიქრობ, ერთადერთი შენიშვნა მაქვს და ეს ტატოსთვის ნათქვამიც მაქვს, რომ შეიძლებოდა რომ დროის თვალსაზრისით უფრო ერთი 10 წუთი რომ შეემოკლებინა. მე მესმის, რომ ასეთ სტილშია და ეს შენ აღნიშნე ნუცა დღეს, რომ ეს არის რაღაცნაირად სტატიკურ იმაში გადაწყვეტილი, ხო, მხატვრის ხო, ქმედება თუ არის ლოკალური. ხო, ძალიან რაღაცა დოკუმენტურ ძალიან ისეთ და თან თვითონ რიტმიც არის რაღაცნაირად ესეთი დორე რიტმში მიდის თითქოს. ამ დროს ძალიან კარგი რიტმი აქვს, მაგრამ აი ეს სპეციალურადაა გაკეთებული, მაგრამ აი 10 წუთს მაგალითად თავისუფლად მოვაკლებდი სპექტაკლს და უფრო აღქმის, აი შევთქვი, რომ შეიძლება მაყურებელი დაიღალოს, შეიძლება რაღაც, ნუ აი შეიძლება აი ამ შემთხვევაში უკვე აღარ დავალო, როდესაც შენ სათქმე, უკვე როდესაც შენი სათქმელი გასაგებია, მოტანილია, ნათქვამია, ხო? აი იქ შეიძლება ცოტა იყოს რაღაც სცენები, ვთქვა ცოტა უფრო თუმცა როგორც აღნიშნე, შეიძლება რომ ზუსტად ეს ფორმა იმისთვის იყოს, რომ დაგამძიმოს, შეიძლება რაღაცა დაგღალოს კიდეც და რაღაცნაირად გაგიყვანოს თეატრიდან ისე, რომ აი ეს გაგყვეს. ხო, ეს ხდება ალბათ იმ ატმოსფეროს ხარჯზე, რომელსაც ქმნის რეჟისორი. მე წეღან ვახსენე ნატურის ხე, ვიგულისხმე გიორგი ლეონიძის ნატურის ხე, აი ის უსამართლობა, სოციალური გარემო, რომელშიც უწევს ამ პერსონაჟებს, ამ სუფთა წმინდა პერსონაჟებს ცხოვრება და როგორ ხდება, რომ მოძალადე ზრდის თვითონ ის ქალი, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ძალადობის მსხვერპლი, ხო? კი, ოჯახი ხდება ჩაგვრის ინსტრუმენტი. კი, ჩაგვრის ინსტრუმენტი. აი ეს პასაჟი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი რაც ამ სპექტაკლს ახასიათებს და გამოარჩევს სხვა სპექტაკლებისგან, გარდა მისი ვიზუალური პარტიტურისა, მე მგონია, რომ ეს არის ენა, რომელიც ქეთევან სამხარაძემ ტექსტი გააკეთა.
ვერ მიხვდები რომელ რეგიონში ხდება ეს მოქმედება. მომენტში გონია რომ ეს არის ზემოაჭარა. მე რაღაც მომენტში ეს არის არა შუაგული კახეთია. მე უცებ ქართლი გახსენდება. ხან გურია, ხან სამეგრელო, ხან კი და ბოდიშილაშა ძალიან სწორს ამბობ, იმიტომ რომ საერთოდ რისკია, როცა ითამაშო კილოკავით ინტონაციებით. ძალიან დიდი რისკია ეს. ისეთი ნამუშევარია მაგ მხრივ მსახიობების, ეს მეტყველება, ეს ინტონაციები დაჭერილი რა ეგზოტიკა. ძალიან კარიკატურაში არ ყველაზე გადადის არავითარ შემთხვევაში. ნაწილი არის მოკლედ წარმოქმნის ნამდვილად. გირჩევთ რომ ნახოთ სპექტაკლი ჰაიდე, რომელსაც ხშირად თამაშობენ თბილისში და ითამაშებენ კიდევ, თუ არა და მარნეული არც ისე შორს არის თბილისიდან და მიადევნეთ თვალყური Facebook გვერდს მარნეულის კულტურის ცენტრის და ეს სპექტაკლი არ უნდა გამოტოვოთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ განსხვავებული ფერია, განსხვავებული სტილისტიკაა თანამედროვე რეპერტუარში, სხვა ხელწერა, სხვა ინტონაცია, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა და არა მხოლოდ მსახიობები იღებენ მონაწილეობენ ამ სპექტაკლში და ნამდვილად ღირს ერთი საინტერესო საღამოს გატარება მარნეულის კულტურის ცენტრში ჰაიდეს სანახავად. მადლობა მეგობრებო, რომ მონაწილეობას იღებდით ამ ბლოგში. შეგახსენებთ, რომ სტუმრები იყვნენ ნუცა კობაიძე და მაკავასაძე, მე ვარ ლაშა ჩხარტიშვილი. ეს პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. დროებით გემშვიდობებით.